მოგესალმებით. მე ნინა შონხოფი ვარ და ამ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ მთვარის შესახებ. განვიხილავთ ვედურ ასტროლოგიაში პლანეტა მთვარის ენერგიებს, რას აღნიშნავს და ასევე განვიხილავთ იმ მეთოდებს, რითიც შეიძლება მთვარე გავაძლიეროთ. დავიწყოთ მითოლოგიით. ვედურ მითოლოგიაში მთვარე წარმოდგენილი არის ჩანდრა დევის სახით, რომელიც არის მამრობითი სქესის ღმერთი, გამოსახულია ხშირად თეთრებში და ზის თეთრ ტახტზე და განსაკუთრებული თვისება არის ამ ღმერთის, რომ ის არის ძალიან მომხიბვლელი და ძალიან მაცდური. არის ესეთი ზღაპარი მთვარის შესახებ, რომ მთვარე მივიდა ბრაჰმას შვილიშვილთან, დაქშასთან და სთხოვა მას თავისი ქალიშვილები ცოლად. 27 ქალიშვილი ყავდა დაქშას. და ეს 27 ქალიშვილი მისი არის ნაქშატრები, ვარსკვლავები. დაქშამ გაატანა ცოლად თავისი ქალიშვილები, ოღონდ ერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ყველას თანაბრად მოგცეოდა მთვარე. მთვარემ პირობა დაარღვია და ერთი ცოლი გამოარჩია, როჰინი. და როჰინი ნაქშატრაში მთვარე უფრო დიდხანს შერდება, ვიდრე სხვა ნაქშატრებში და არის ასევე ეგზალტაციაში. არის ძალიან ძლიერი. შემდეგ სხვა ცოლები მივიდნენ მამასთან და უჩივლეს ჩანდრა დევს, რომ გამორჩეულად უყვარდა ერთი ცოლი და დაქშამ დაწყევლა მთვარე. დაწყევლა და წყევლა ესეთი იყო, რომ მთვარე უნდა მომკვდარიყო. დასუსტდა მთვარე და იმ მომაკვდა მდგომარეობაში მივიდა შივასთან, მოინანია თავისი ცოდვები და შივას თხოვა დახმარება. შივამ უთხრა, რომ ბოლომდე ვერ დაგეხმარებიო, მაგრამ შემიძლია წყევლა შევასუსტო და ესეთი რაღაც შესთავაზა, რომ მთვარე ყოველთვის განმავლობაში სუსტდება, კარგავს ძალას და შემდეგ ისევ ივსება. და ანუ ეს ციკლურობა, ესე ლამაზად არის ვედურ ზღაპარში ახსნილი მთვარის. რომ ყოველთვე იგივე ციკლს გადის, მთვარე სუსტდება ჯერ და შემდეგ ივსება და ესე ყოველი თვე თავიდან. ესე იგი, მთვარე ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტაა, ანუ მთელი ვედური ასტროლოგია უფრო მთვარეზეა აგებული, ვიდრე მზეზე, აი დასავლური უფრო მზეს აქცევს ყურადღებასთან ცენტრში აყენებს და ვედური აყენებს მთვარეს ცენტრში. მთვარეზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული ჩვენს რუკაში. რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, რასაც მთვარე ახდენს გავლენას, ეს არის მანასი. ანუ ადამიანის პირდაპირ თარგმნით გონება ითარგმნება ქართულად, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის ანალიტიკური გონება, ეს არის ადამიანის მიერ სამყაროს აღქმა. და ეხლა აგიხსნით რას გულისხმობ ამაში. ესე იგი, რეალურად ჩვენი აღქმის ორგანოებიდან გადამუშავებული ინფორმაციით მოგვეწოდება სამყაროზე ინფორმაცია. ანუ ჩვენ როდესაც ენერგია გვახვევია გარშემო, ჩვენი თვალი ვთქვათ აღიქვამს რაღაცას, ტვინს მიაწოდებს ინფორმაციას და იქ გადამუშავდება, ოღონდ თვითონ ანალიტიკურ ტვინს კი არა, აღქმის ორგანოს. და აი ამ სამყაროს აღქმაზე არის პასუხისმგებელი მთვარე. ანუ მანასზე. აქედან გამომდინარე, აი ეს ფილტრი, რითიც სამყაროს აღვიქვამთ, არის მთვარე. შემდეგ რატოა ემოციები მთვარეზე დამოკიდებული? იმიტომ რომ ჩვენი სამყაროს აღქმიდან გამომდინარე წარმოიშობა ემოციებიც ჩვენში. ანუ აი პირდაპირ ახდენს მთვარე ემოციებზე გავლენას, იქიდან გამომდინარე, რომ აღქმაზე ახდენს გავლენას. და აქედან გამომდინარე, რამდენად ძლიერია და რამდენად ჯანსაღია ჩვენს რუკაში. მთვარე ეს იწვევს იმას, რამდენად ჯანსაღია ჩვენი სამყაროს აღქმა. ანუ აი ცუდი მთვარე რუკაში
განაპირობებს იმას, რომ ადამიანი აღიქვამს მხოლოდ ნეგატივს სამყაროსგან. ანუ შეიძლება ძალიან ბევრი კარგი რაღაც მოხდეს და ერთი რაღაც ცუდი მოხდეს და ეს ადამიანი ამ რთული მთვარით, ასე ვთქვათ, აქცენტს გააკეთებს აუცილებლად ამ ცუდ მოვლენაზე. და იზიდავს კიდევაც, რა თქმა უნდა, ნეგატივს. მოლოდინიც აქვს, რომ რაღაც ნეგატივი უნდა მოხდეს. ესე იგი, ჯერ სანამ გადავიდოდეთ მთვარის აღწერაზე უფრო დეტალებში, მინდა ვთქვა, რომ მთვარე არის პლანეტა, რომელიც არის ყველაზე მგრძნობიარე ჩვენს რუკაში. ანუ ყველა პლანეტაზე, რა თქმა უნდა, ახდენს ნიშანი გავლენას, ხო? და ახდენს გავლენას ის თუ რა პლანეტებთან ერთად არის, რომელ სახშია, მაგრამ აი მთვარეზე კიდევ უფრო მეტად ახდენს ნიშანი. მთვარე არის როგორც ღრუბელი, შეისრულტავს ყველაფერს გარშემო, ყველა ენერგიას, მაგრამ ამასთან ერთად მთვარე არის ის პლანეტა, რომლის ენერგიის გაუმჯობესებაც ყველაზე ადვილია. ანუ ჩვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომია, რომ დავამუშაოთ მთვარე რაღაც სხვადასხვა მეთოდებით, ვიდრე მაგალითად დავამუშაოთ მერკურის ენერგია ან მარსის ენერგია. აქედან გამომდინარე, ყველაზე უარესი, აი ყველაზე საშინელ მდგომარეობაში მთვარეც კი რუკაში შეგვიძლია ჩვენი ძალისხმევის შედეგად გავხადოთ აბსოლუტურად ჯანსაღი. და აქედან გამომდინარე, როდესაც ვიტყვი ახლა ცუდი მთვარე, მე არ გულისხმობ, ეს პლანეტა არის ისე დაზიანებული, რომ არაფერი არ ეშველება, მე ვგულისხმობ იმას, რომ უბრალოდ ეს ენერგია ჩვენში, ანუ ჩვენი აღქმის ორგანო არის რაღაცა გასასწორებელი, დაზიანებული და მისი გასწორება ყველაზე უფრო მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა რაღაცეების. ასე ვთქვათ, ძლიერი პოზიცია მთვარესი არის უროში, სადაც მდებარეობს ზუსტად ეს როჰინი ვარსკვლავი, მთვარის საყვარელი ცოლი და ყველაზე უფრო ძლიერი ადგილი არის რუკაში კუროს მესამე გრადუსი. და სუსტი პოზიცია ითვლება მორიელში. მორიელში მთვარეს აქვს ძალიან ბევრი ემოციები წამოღებული წინა ცხოვრებიდან. ზოგადად აღქმა სამყაროსი წამოღებული აქვს წინა ცხოვრებიდან, დატვირთული, ანუ არაჯანსაღი, ასე ვთქვათ, რეალობას კი არა აღიქვამს რაღაცას, რაც დაიმახსოვრა წინა ცხოვრებაში როგორც იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა პლანეტები არის მთვარესთან ერთად განლაგებული. რადგანაც მთვარეს როგორც არა აქვს საკუთარი გამოსხივება, ასევე აი ირეკლავს თითქოს სხვა პლანეტებს. ანუ აი მთვარესთან ერთად თუ არის მერკური და სხვა შემთხვევაში თუ არის ვენერა, ძალიან დიდი გავლენა ექნება, ანუ ის სხვანაირი მთვარე იქნება მერკურთან ერთად, ვიდრე ვენერასთან ერთად, ან მერკურის სახლში და ვენერას სახლში, ანუ ნიშნებიც ახდენს მთვარეზე ძალიან დიდ გავლენას. ძირითად თემებს ჩამოგითვლით, რაზეც მთვარე გავლენას ახდენს. ესე იგი, პირველ რიგში ძალიან დიდ გავლენას ახდენს მთვარე ოჯახზე. ანუ რადგანაც ბედნიერების შეგრძნება არის მთვარეზე დამოკიდებული, რადგანაც აღქმა, აი როგორც აღვიქვამთ სამყაროს, ხო, შეიძლება გვაბედნიერებდეს და შეიძლება ერთი და იგივე გარემო ორ ადამიანს, რომელსაც სულ სხვადასხვანაირი მთვარე აქვს, შეიძლება ერთს ბედნიერებაში ამყოფებდეს და მეორეს პირიქით ნეგატივში. ამიტომ აი ოჯახიც არის ის გარემო, რომელიც გარს გვარტყია უშუალოდ და ოჯახის ენერგია მთლიანად თან ქალის ენერგიაზე არის დაფუძნებული და ქალი არის მთვარის ენერგია რუკაში. მთვარეს ეხება ასევე სილამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვენერაც არის სილამაზეზე პასუხისმგებელი, მთვარეს ეხება უფრო აი მომხიბვლელობა, აუთენტური სილამაზე და შარმი ადამიანის. ურთიერთობები არის მთვარეზე დამოკიდებული, ანუ ადამიანს თუ აქვს რთული მთვარე, შესაბამისად უჭირს ურთიერთობები. ინტუიცია არის პირდაპირ მთვარესთან კავშირში და ადამიანებს, რომელსაც დიდი გავლენა აქვთ უფრო მთვარის, ვიდრე სხვებს, აქვთ ძალიან კარგი ინტუიცია.
ასევე მთვარეზე არის დამოკიდებული ემოციები, ჩვენი გრძნობელობა, რადგანაც აღქმიდან გამომდინარე მოდის ჩვენი ემოციებიც. ასევე პირველ რიგში სარკე მთვარის, ანუ როგორი მთვარე გვყავს, არის დედა, რადგანაც მთვარე ძალიან აღნიშნავს დედას ჩვენს რუკაში და როდესაც ვიბადებით პირველი წელი ჩვენი ცხოვრების ადამიანს აქვს განსაკუთრებული მოთხოვნილება დედასთან ურთიერთობის. რადგანაც აი სამყაროს აღქმას გარკვეულწილად ისრუტავს ასევე დედისგან. დედასთან ურთიერთობა ასახავს იმასაც, თუ როგორი მთვარე გვყავს რუკაში და ანუ როდესაც არ უმუშაობთ საკუთარ თავზე, ბუნებრივად ასახავს და ასარკევებს დედასთან ურთიერთობას. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ბოლომდე დამუშავებული მთვარის შემთხვევაში კარგი ურთიერთობა გქონდეს დედასთან. მთვარის კვირის დღე არის ორშაბათი. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ორშაბათი ამბობენ, რომ მძიმე დღეა, რადგანაც ორშაბათს უფრო ემოციები ამოდის, უფრო შეიძლება არეული ვიყოთ სხვა დღეებთან დაკავშირებით, რადგანაც მთვარის ენერგია არის ძალიან ძლიერი. მთვარის ფერი არის თეთრი, ელემენტი, რა თქმა უნდა, წყალი. გემოებიდან მთვარეს ეხება მარილიანი გემო და გეომეტრიული ფიგურა მთვარესთან კავშირში არის წრე. ზოგიერთი პლანეტა მთვარეს აძლიერებს, როცა მასთან არის და ზოგიერთი პირიქით აჟიტირებას უკეთებს უფრო. როგორც ასეთი გამოკვეთილი მტერი მთვარეს არ ყავს პლანეტებიდან. მაგრამ აი ყველა ახდენს თავის დადებით გავლენასაც და უარყოფით გავლენასაც. ზოგადად ითვლება, რომ იმას, რომ მთვარე იყოს სახლში მარტო, ჯობია რომ იყოს რომელიღაც პლანეტასთან ერთად. რადგანაც თანადგომა ჭირდება. ნეიტრალურია უფრო ვენერასთან, მარსთან, იუპიტერთან და სატურნთან ერთად მთვარე, ესე ითვლება, მაგრამ ყველა პლანეტა თავის დადებით და უარყოფით თვისებებსაც გადასცემს ამასაც. განვიხილავთ და მეგობრები არიან მზე და მერკური. ოღონდ მზე არ უნდა იყოს მთვარესთან ძალიან ახლოს. თუ ძალიან ახლოს არის, ეს უკვე პრობლემებს იწვევს. ანუ მე ვგულისხმობ 5 გრადუსზე უფრო ახლოს და მერკურიც თუ ძალიან ახლოს არის, აკეთებს მთვარის აჟიტირებას და ეს არის ადამიანი, რომელიც ზედმეტად ბევრს ფიქრობს და ვერ აჩერებს ფიქრებს. ესე იგი, როგორ შეიძლება ახლა მთვარეზე ვიმუშაოთ? მთვარეზე მუშაობით ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ სამყაროს აღქმა იცვლება საერთოდ ჩვენი აი ხდება ისეც, რომ თქვათ აი ფერების აღქმას იწყებს ადამიანი სხვანაირად, როდესაც ძალიან ღრმად ხდება მუშაობა ადამიანის კვეცნობიერზე. მთვარის გასაძლიერებლად ამბობენ, რომ უნდა დავლიოთ ბევრი სუფთა წყალი, რადგანაც წყლის ელემენტი თუ არის სხეულში ძლიერად წარმოდგენილი, მაშინ მთვარეც ძლიერი ხდება უფრო. ასევე თეთრი ფერის ტარება ეხმარება და ამშვიდებს ადამიანს. ასევე შეგვიძლია ვიმარხულოთ ორშაბათს და მთვარის ენერგია გავაძლიეროთ ჩვენში. ოღონდ თუ ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია მთვარე თქვენს რუკაში, ამას თუ გააკეთებთ გაძლიერება უბრალოდ დამუშავებაც არ არის და არ ეხმარება. მედიტაციები ამშვიდებს მთვარეს. ასევე თეთრი ფერის ტარება არის რეკომენდირებული. ზოგადად თეთრი ფერის ტარება ძალიან მიღებულია აღმოსავლეთში ძალიან ბევრი რელიგიური რიტუალის დროს. ასევე დედასთან ურთიერთობის დალაგება. აი შინაგან ბავშვზე მუშაობა, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, არის პირდაპირ მთვარის გაძლიერება. და ზოგადად ის არის კარგი, რომ აი ნებისმიერი ფსიქოლოგიური მუშაობა საკუთარ თავზე პირველ რიგში ძალიან ადვილად მოქმედებს მთვარეზე. ანუ სხვა პლანეტების შეცვლა ბევრად უფრო რთულია ვიდრე მთვარის. ასე რომ არ დანებდეთ,
მთვარე ასე თუ ისე თითქმის 80%-ს აქვს დასამუშავებელი და სამაგიეროდ მთვარეზე მუშაობის დროს ძალიან მალე ჩანს შედეგი და ეს უკვე მოტივაციას უკეთებს ადამიანს, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეს და კიდევ უფრო მეტი საკუთარ თავზე იმუშაოს. დიდი მადლობა. შემდეგ ეპიზოდში ვისაუბრებთ მარსზე.